ნიკა მელიასთან კონსულტაციები საპატიმრო დაწესებულებაში რამდენიმე წუთის წინ დაასრულა მისმა უფლებადამცველმა, როგორც იურისტი ამბობს, მელიამ სწორედ მისგან გაიგო ახალი ბრალის შესახებ ინფორმაცია და მისთვის ღიმილის მომგვრელი იყო ეს ბრალდება. ნიკა მელიამ იურისტს უთხრა, რომ მისთვის არ აქვს მნიშვნელობა და არ არის მნიშვნელოვანი ის ფაქტი, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებამ მის წინააღმდეგ კიდევ ერთი ბრალდება დაუმატა მის საქმეს. სავარაუდოდ დღის განმავლობაში არ არის გამორიცხული, რომ მელიასთან საპატიმრო დაწესებულებაში შევიდნენ გელა გელაძის უწყების წარმომადგენლები და ნიკა მელიას ახალი ბრალის დადგენილება გააცნონ. ნიკა მელიას ახლა ძალოვანი უწყება ედავება სასამართლოს მიმართ უპატივცემლობას. მელიამ სხდომათა დარბაზში კარგად იცის საზოგადოებამ, რომ მოსამართლეს წყალი შეესხა და სწორედ ამ საქმესთან დაკავშირებით დაიწყო ახლა გამოძიება. რაც შეეხება მელიას მდგომარეობას, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ახლა საპატიმრო დაწესებულებაში სრულ იზოლაციაში მოაქციეს. ამ დრომდე მელიას საპატიმრო დაწესებულებაში არ აქვს ტელევიზორი და იურისტი განმარტავს, რომ ის არის ინფორმაციულ ვაკუუმში. ორი აბსურდულ ბრალს ის ღიმილით შეხვდა და სიმართლე რო გითხრათ, არც აინტერესებს თუ რამდენ აბსურდულ ბრალს წაუყენებს რეჟიმი მას. და დიდხანს ამიტომ არც კი გვისაუბრია ამ საქმესთან დაკავშირებით. ჩვენთვის უცნობია, როდის გადაწყვეტენ ისინი ბრალის წარდგენას. შესაძლოა პირობითად დაჭირდეთ რამოდენიმე დღე გამოსაძიებად, ხო, რაღაცას ვიძიებ თუ ამბობენ. როცა გადაწყვეტავს მოკლედ შინაგან საქმეთა სამინისტრო ბრალის საკითხს, ისინი ან შემოვლენ უჩვენოთ და ჩვენ ადვოკატებს არ შეგვატყობინებენ და ასეთ შემთხვევაში ნიკამს აქვს ადვოკატის ნომერი და დაგვიკავშირდება და გვაცნობებს და ჩვენ მყისიერად გავჩნდებით აქ. ერთ-ერთი რაც არის უბრალოდ ინფორმაციის ნაკლებობა აქვს, რადგან ამ მომენტისათვის მას ჯერ კიდევ არ აქვს დამზადებული ბარათი და უბრალოდ არც ტელევიზორის შეძენის შესაძლებლობა აქვს და არც სხვადასხვა ნივთების. ახლა საინტერესოა, როდის შევლენ ნიკა მელიასთან საპატიმრო დაწესებულებაში გელა გელაძის უწყების წარმომადგენლები. მელიას ახლა ედავებიან სასამართლოს მიმართ უპატივცემლობას და სავარაუდოდ მასთან რამდენიმე საათში შევლენ გამომძიებლები და იურისტი არ გამორიცხავს, რომ ისე შევიდნენ გამომძიებლები, რომ ადვოკატს ეს ინფორმაცია დაუმალონ.